განვიხილოთ საფეთქე ქვედაყბის სახსრის დაავადებების მიზეზები. ნორმაში ზედა ქვედაყბა ერთმანეთს ჰარმონიულად ეთანასოვნება. ასწვრივ ტოტი, სახსრის ფოსო, შუაში მოთავსებულია დისკი, კუნთები მონაცვლეობით მუშაობენ. გამხსნელი და დამკეტავი კუნთი ერთმანეთს ხელს არ უშლის, ჰარმონიაში არის და საფეთქე ქვედაყბის სახსარში ყველა მოძრაობა ჰარმონიული არის, დისკი არ იჭყლიტება, მტკაცუნი არ იხსნის და განვიხილოთ ახლა უკვე მიზეზები, რის გამო შეიძლება სახსარს გადატვირთვა დაემართოს, ზედმეტი მოძრაობა ჩაიდინოს. ეს არის პირველადი კონტაქტი. პირველადი კონტაქტი ამ შემთხვევაში წარმოიშვება მერვე კბილთან, ის შეიძლება წარმოიშვას ნებისმიერ ადგილას, შეიძლება ზედაფრონტალურ კბილებშიც იყოს ეს პირველადი კონტაქტი, მე-6 კბილზე, მე-7 კბილზე, სულ ერთია. ამ ვიდეოში ნაჩვენებია, რომ მერვე კბილი ზომაზე მეტად არის ამოჭრილი, ამიტომ პირველი კონტაქტი წარმოიშვება აქ და მერე ცდილობს ადამიანი, რომ რაღაც ზედმეტი მოძრაობა ჩაატაროს სახსრის მიდამოში, რომ ყველა კბილი დაადოს ერთმანეთს და ამ დროს დისკი შეწუხდება, ისმის მტკაცუნი. ამ წუთას თქვენ ხედავთ, რომ კბილებს აკრაკუნებს და პათოლოგიური ცვეთა იწყება. პაციენტი დღისით მიღვიძებს დაღლილი, ყველა კბილი, ყველა ძვალი ტკივა, იმიტომ რომ სახსარი ვერ პოულობს კომფორტს და მუდმივად ეძებს ამ კომფორტს. ასევე იჭიმება საღეჭი კუნთები, ხშირად მეკითხებიან გოგონები, რომ ასიმეტრიულად მაგ ტყუჩი დგას არასწორად. შეიძლება ამის მიზეზი იყოს ზუსტად აი ამ კუნთების გადაძაბვა, იძაბება საფეთქლის კუნთი, კისრის კუნთები და ზუსტად აი ამის გამო პაციენტი იღვიძებს დაღლილი. და გამოსავალი არის სპლინტ თერაპია. სპლინტს უსვამს პაციენტს ექიმი და ითვალისწინებს იმას, რომ სახსარი, ფოსო და დისკი ერთმანეთთან ჰარმონიულად იდგეს, აღარ იყოს ის პირველადი კონტაქტი და პაციენტი ხურავდეს პირს ერთი და იგივე პოზიციაში, გაღება დახურვა იყოს ჰარმონიული ზედმეტი მოძრაობის და დისკის მოჭყლეტვის გარეშე. ამ დროს დუნდება საღეჭი კუნთებით, სახე ხდება შედარებით სიმეტრიული, აღარ აქვს კუნთები დაძაბული, საღეჭი კუნთები, საფეთქლის კუნთები, კისრის კუნთები. ხანდახან პაციენტს იძულებითი პოზა აქვს, თავი გადახრილი აქვს წინ ან გვერდით ან უკან და ეს დაძაბულობაც მოიხსნება. დასკვნა უნდა ჩაეწაროთ კონსულტაციაზე გნათოლოგთან, უნდა ჩაისვათ სპლინტი. სპლინტი მოადუნებს კუნთებს და შემდეგი ეტაპი უნდა იყოს ან ბრეკეტები, ან მაღლად მდგომი მერვე კბილის ექსტრაქცია, თუ მხოლოდ მერვე კბილის ექსტრაქციის გამო არის ეს, რომ პირველადი კონტაქტი წარმოიქმნება მერვე კბილთან. მაშინ შეიძლება მერვე კბილი ამოუღოს ექიმმა და აღარ აქვს პირველადი კონტაქტი და ყველა კბილი ჰარმონიულად ედება და კუნთიც ჰარმონიულად არის. ან შეიძლება დაჭირდეს ზედაყბის ქირურგიული გაფართოება, ორთოგნათიური ქირურგია, მოწვეთილი კბილების აღდგენა. მოკლედ, ინდივიდუალურია ყველა პაციენტისთვის. ერთი და იგივე რეცეპტი არ არსებობს და ერთ პაციენტზე რამდენიმე გამოსავალი შეიძლება არსებობდეს. ამიტომ ინდივიდუალური კონსულტაცია აუცილებელია.